დღეს კი ვამბობთ, რომ ინტერნეტი არსებობს, მაგრამ არსებობს ახალი მეთოდებიც, რასაც რუსული პროპაგანდა იყენებს. თუ მაგალითად ერთი საუკუნის წინ რაღაც მასალებს არქივში გამოკეტავდა, აი 9 ლიტრის მიღმა ჩაკეტავდა და ასე შემდეგ, დღეს პროპაგანდა და ეს ჰიბრიდული ომის მანქანა ამას სხვა საშუალებებით ახერხებს. ხო, ან დეზინფორმაციის, ესე ვთქვათ, ნიაღვარი ხშირად ფარავს ხოლმე რაღაც ობიექტურ სიმართლეს, ობიექტურ ფაქტებს და ამ რაღაც ობიექტური ფაქტის მოძიება საზოგადოებისთვის, კონკრეტული პერსონისთვის, ადამიანისთვის არის ძალიან რთული, თუ მას არ აქვს გამოცდილება, თუ მას არ აქვს ცოდნა, როგორ მოიძიოს აი ამ დეზინფორმაციის ნიაღვარში ზუსტი ინფორმაცია. ხო, ეს არის გამოწვევა, რა თქმა უნდა, და დღეს პროპაგანდისტული, ესე ვთქვათ, არხები, პროპაგანდისტული მანქანა, ეს რუსული ჰიბრიდული ომის მანქანა, ზუსტად აი ამით სარგებლობს, მისივე შექმნილი აი დეზინფორმაციული ველით, დეზინფორმაციის ნიაღვარით ხშირად ხდება, რომ ის ფაქტები, რომელიც სინამდვილეს შეიცავს და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის, არის დამალული და ასე ვთქვათ, კადრს მიღმა თუ ფარდის მიღმა დარჩენილი.